ზამთრის ზღაპარი. მაღალი, სევდიანი მთის ძირას დაბურული ტყე იყო. ტყეში შვლები და ირმები დანავარდობდნენ. ტყის პირას კი ხის პატარა სახლი იდგა და შიგ კაცი და დედაკაცი ცხოვრობდნენ. კაცს თევდორე ერქვა, დედაკაცს ეფემია. ორივე ღრმად მოხუცი იყო, ორივე გადათეთრებული, დაპატარავებული, სახე ჩამყუდროებული. გააკეთებდნენ თუჯის შავ ქვაბში ფაფას ან ლობიო შეჭამონს. მიუჯდებოდა ერთი აქედან, მეორე იქიდან, გადმოიღებდნენ თიხის ჯამებზე, მოიმარჯვებდნენ ბზის კოვზებს და იცმუცნებოდნენ ბებრულად. სხვა ყველაფერს, რასაც კი თვალმახარეს და გემრიელს იშოვიდნენ, შვილიშვილებს უნახავდნენ. შვილიშვილი კი ორი ჰყავდათ. ისინი დედასთან ერთად ჩვენს ლამაზ საყვარელ თბილისში ცხოვრობდნენ. როდესაც გუგულები და მოლაღურები მოფრინდებოდნენ, როცა ბალი შეწითლდებოდა და მინდვრებს მარწყვის სურნელება მოეფინებოდა, სოფლის ფოსტალიონი ღელეზე გადებულ ფიცრისხიძე ხელებ გაშლილი გადმოვიდოდა, აღმართ ქაქანი დამოირბენდა და მოხუცებს კონვერტში ჩადებულ წერილს მიუტანდა. წერილში ეწერა, რომ მათ შვილიშვილებს, დარეჯანსა და ავთანდილს ისინი, პაპა და ბებია ძალიან უყვარდათ. სწავლით კარგად სწავლობდნენ, უკვე არდადეგები დასწყებოდათ და მომავალ კვირას ჩამოსვლასაც აპირებდნენ. ეს წუთი იყო და ტყის პირა სახლი თითქოს თვალებს იფშვნეტდა და იღვიძებდა. ეფემია, რომელიც ჩვეულებრივ 4-ად იყო მოკუზული, წელში სწორდებოდა და მზეს უღიმოდა. გაიგე, ჩემი კუდრაჭები უნდა ჩამოვიდნენ. თევდორე პაპას ნაბიჯი უმაგრდებოდა და წვერ ულვაშზე ნათელი ადგებოდა. ღორს ღიჭი ემატებოდა, ქათმებს საკენკი, ფანჯრებს შუქი და ეზოს სისუფთავე. მოხუცებმა იცოდნენ, რომ ბავშვები იმ მწვანე მატარებელს უნდა ჩამოეყვანა, ქვემოთ მდინარის აყოლებაზე რომ გაივლიდა ხოლმე და კვამლის თეთრ ნაფლეთებს გადააპენტავდა ლურჯად აშოლტილ ვერხვებსა და მუხებს. და აი, როგორც კი დროებდნენ, თევდორე პაპა მხარზე აბგას გადაიკიდებდა. შინდის გრძელ ჯოხს დაიჭერდა და სადგურისკენ გასწევდა. ეფემია ბებია კი იჯდა და გზას გაჰყურებდა. პირველ დღეს არაფერი, მეორე დღესაც არაფერი. და თუ მესამე დღესაც მარტო დაბრუნდებოდა თევდორე პაპა, ტყისპირა სახლი კვლავ ჩამოიღუშებოდა. ღორი ჭყიო და ქათმები კრიახობდნენ, წიწილები წივწივებდნენ. ეზოში ნიავი ერთმანეთში ურევდა ჩალასა და ბუმბულებს და შეჭამანდიც, თუჯის შავ ქვაბში გაკეთებული და უკვე მაგიდაზე შემოდგმული შეჭამანდიც, ხშირად ხელუხლებელი ცივდებოდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასე ცოტა ხანს გრძელდებოდა. მწვანე მატარებელს ერთ დღეს ჩვენი მოხუცების შვილიშვილებიც მოჰყავდა. კივილით აფრთხილებდა თევდორე პაპას, აბა, ჩამიბარებია და თქვენიცით როგორ მოუვლითო. დაიწყებოდა ლამაზი, ხიარული დღეები. დარეჯანი ბებიას ეხმარებოდა, გვიდას ახსალაგებდა, ქათმებს საკენკს უყრიდა, თან სულ მღეროდა. ავთანდილი პაპას დასდევდა, ტყეში წავიდოდა, ტყეში მიჰყვებოდა, მინდორში წავიდოდა, მინდორში ახვდა, მასთან ერთად შრომობდა და თან წამდაუწუ მეკითხებოდა. როგორ იყო პაპა ვაკე ტყეში დათვი რომ შეგხვდა? როგორ იყო ირემი რომ სიკვდილს გადაარჩინე? როგორ იყო აღზევანს რომ წახვედით? და თევდორე პაპაც ეს ბევრის მნახველი და კარგი მოქართულე კაცი დიდი ამბით დაიწყებდა. შვილო, ეგ გრძელი ამბავია. ეგ თუ არ დავსხედით, ისე არ ითქმის. დაჯდებოდა და ყოველ სიტყვას გუთანივით გასჭიმავდა, გააგრძელებდა. ისე გამოდიოდა თითქოს იმას რომ დათვი ენახა იმის თანადაც დედამიწის ზურგზე სხვა ვეღარ ნახავდა. თითქოს აღზევანი სომხეთში კი არა, სადღაც ავსტრალიაში თუ იაპონიაში ყოფილიყოს. ავთანდილი პირდაღებული უსმენდა. მაგრამ ხანდახან ასეც მომხდარა, როცა ვთქვათ საღამოობით ლობიოს არჩევდნენ დერეფანში. ავთანდილს მისძინებია, თევდორე პაპა კი ყვება და ყვება. აქ ეს შეგხვდა და იქ ისაო და ბოლოს ამასაც დაურთავდა. მაშ, ეგრე კი იყო, ჩემო ბიჭო. ეს დღეები ყველას უყვარდა, პაპა ბებიასაც და შვილიშვილებსაც. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ზაფხულში ხდებოდა ხოლმე. ის ამბავი კი ახლა რომ უნდა გიამბოთ, ზამთარში მოხდა. იმ ზამთარს დიდი თოვლი იდო. სევდიან მთა შავი ღრუბელი მოხვეოდა. ტყისპირა სახლიდან კვამლი ადიოდა მაღლა, სწორად და ისე მოჩანდა შორიდან, თითქოს სახლი ციდან მსხვილი საბელით ჩამოუკიდიათო. თევდორე პაპას და ეფემია ბებიას მეზობლებთან გადასვლაც კი უჭირდათ. ისხდნენ მთელ დღეს ღუმელთან, უფიცხებდნენ ხელებს და ფიქრობდნენ თავთავიანთვის, ფიქრობდნენ ხმამაღლა, როგორი იყო დარეჯანი სულ პატარა და როგორი იქნება, როცა გასათხოვარი გახდება. რა გააკეთა ავთანდილმა შარშან თუ შარშანწინ და რას გააკეთებს, როცა სწავლას დაამთავრებს. ხანდახან წაკინკლავდებოდნენ ხოლმე.
თლად გადახრუდი, დედაკაცო. უწყდებოდა მოთმინების ძაფი თევდორე პაპას. შენა, წიწმატობდა ეფემია ბებია. მაშ ეგრე გახსოვს? მაშ დარეჯანი იყო კოკას რომ ყური მოსტეხა? დარეჯანი იყო. დარეჯანი კი არა, ავთანდილი. ის არის ხელმანკიანი. მაშა ჩემი დარეჯანი. დარეჯანს სულ ცეცხლი გაზდის ხელებიდან. დარეჯანი იყო გეუბნები. მაშინ მე და ავთანდილი შინ სულ არ ყოფილვართ. ქულა ან დღელეში ძეცვს ავჭრიდით. კიდევ კარგი რომ ღამე მალე მოდიოდა. ლბილი საიდუმლო ჩურჩულ შრიალით ახსავსე ღამე. იკამათებდნენ და მიწვებოდნენ. გარეთ კი გამოვიდოდნენ ტყიდან ტურები. დაყუნტდებოდნენ ტყისპირა სახლის შორიახლოს და გააბამდნენ კივილს. და აი, ერთ დილასად ჩვეულებრივ გათენდა. გამოდგა თევდორე პაპა დერეფანში. შეხედა ცას და ღრმად შეისუნთქა სისხამი, ცივი ჰაერი. გამოჰყვა ეფემია ბებია და იმანაც მოსახვევის სწორებითა და სახეზე ხელის მოსმით მოავლო თვალი მიდამოს. მერე თევდორე პაპამ საღორე გამოაღო. ეფემია ბებიამ კი ქათმები გამოუშვა. ლამაზ-ლამაზი დედლები და ვარიები მუცლამდე იფლობოდნენ თოლში. ჯუ. იძახდა ბებია ეფემია და თან ითვლიდა. ეს ქოჩორა, ეს ნაცარა, ეს ყელტიტველა, ეს ღაბუა, ეს ბაჯუჯა, ცანცარა. არა, ეს ცანცარა არ არის. ჯუ. ეს ქოჩორა აქ არის, ეს ყელტიტველა, ბაჯუჯა, ნაცარა, ღაბუა, ცანცარა არ არის. გესმის კაცო, ცანცარა არ არის. მოვიდა თევდორე პაპაც, ცალი ხელი მუხზე დაიბჯინა და ცალით თვლა დაიწყო. ეს ნაცარა აქ არის. ეს ბაჯუჯა, ეს ქოჩორა, ღაბუა, ყელტიტველა. მართალია, ცანცარა არ არის. საღამოს აქ იყო? აქ იყო, სულ კალთაში მიფრინდებოდა. შეიხედა თევდორე პაპამ საქათმეში, გამობრუნდა, შემოუარა წნელის კედელს და ერიჰა! აქ მოდი, პეპო, ჩქარა, აქ მოდი. დახე, რა ნამუშევარია, ერთი დახე. საქათმის უკანა კედლის ქვეშ შავი ხვრელი იყო, ახალ-თახალი ხვრელი, სველი მიწა ჯერაც არ დაეფარა თოლს, მის მახლობლად კი ბუმბულები ეყარა, საწყალი ცანცარას ბუმბულები. უი, დამიდგა თვალები და მომიკუდა თავი. უი. იცემდა მუხლებზე ხელს ეფემია ბებია და ხან აქედან მოუვლიდა ხვრელს, ხან იქიდან. უყურე იმ წუპაკს, იმ გასატიალებელს. თევდორე პაპა კი ღიმილს ძლივს იკავებდა. ძალიან ნამუჩევარია, მე და ჩემმა ღმერთმა. ძალიან უყოჩაღია იმ ქათიბდალო ცვილსა. რებს მიედმოედები, კაცო, კვალს მაინც მიჰყე, იქნებ დააგდო სადმე. მელია რომ მოტაცებულ ქათამს დააგდებს, მაშინ ბერად კურთხევაც არ უნდა გაგიკვირდეს მისი. თქვა თევდორე პაპამ და კეფა მოიფხანა, მაგრამ ნაკვალევს მაინც გაჰყვა. რა თქმა უნდა, ბუმბულების მეტი ვერ ანახარა. ხელცარიელი დაბრუნდა. ის ხვრელი ამოქოლა, თოვლი ჩამოიბერტყა და მეუღლის დამშვიდება შეუდგა. ბებია ეფემია დიდხანს არ დაწყნარებულა. ერთი თვეც არ არის, რაც მოიქცა. ყმაწვილებისთვის ვაგროვებდი კვერცხს და მისი იმედი მქონდა. ჯიშიანი იყო, ყოველ დღეს სდებდა. მოუწყდა სახსენებელი იმის წამღებს, ტყვია ჭამოს იმის შეჭმამდე. ის დღე ასე ამგვარ ლაპარაკში დაღამდა. ის ღამეც მშვიდობიანად გათენდა, მაგრამ მეორე ღამესაც ისევ გამოუთხარა მელიამ საქათმეს ძირი და ახლა ბაჯუჯა წაიღო. ბაჯუჯას ყელტიტოლა მიაყოლა. აი მაშინ კი მართლა ცეცხლი მოიკიდა ეფემია ბებიამ. გაღმა უბანში გადიოდა მისი ვიშვიში. თევდორე პაპას რაღა უნდა ექნა. ადგა, სოფელ ქვეყანაში გავიდა და დაიჩივლა. ხალხო, ჯამაათო, ერთმა წუპაკმა მელიამ ქათმები გაგვიწყო. ხელსარიელს ხამს, რამე მასწავლეთ, რამე მიშველეთ. აღარ თოვდა. მზეს გამოეჭვრიდა და ხალხი სადალაქოს წინ ყუდროში შეგროვილიყო. თევდორე პაპამ ეს რომ თქვა, ყველა მისკენ მიიწია. ყველამ ყურთასმენა გაიმახვილა. გაიგეს, რაც აწუხებდა და დაიწყეს ბჭობა და არა დაიწყეს. ერთი ურჩევდა, მეზობლის მოზვრის ოდენა ძაღლი წაეყვანა და საქათმესთან დაება. მეორე თავის თოფს თავაზობდა. მესამე დარიშხანით მოწამვლის აზრს ედგა. მეოთხე ხაფანგს ამჯობინებდა. ხაფანგს არაფერი სჯობია, თევდორე, ხალხო, დაამიჯერეთ, ხაფანგს არაფერი სჯობია. ამბობდა ჭანჭლე გიორგი.
რაც მე იმით მელიები და ტურები დამიჭერია შარშან წინ მგელიც ხომ დავიჭირე. დამიჯერე თევდორე, დამიჯერე, ხაფანგები მაქვს ისეთი, სულ კეც-კეცი გააქვთ. ახლა ძალასაც არ დაგატან, თუ კი სხვა რამე გირჩევნია, შეინიცი და იმ შენმა მელია. ბევრი იფიქრა თევდორე პაპამ, ბევრი იფხანა კეფა და ბოლოს გადაწყვიტა. მე თოფის თავი არა მაქვს. დარიშხანია და ვაი თუ სხვა რამე მოვწამლო და ხათა ბალაგანი ხდეს. ისევ ხაფანგი აჯობებს. გიორგი, შვილო, დამეხმარე, ბარემ შენვე მიშველე, შენს გახარებას. გიშველი, რატომ არ გიშველი? მიუგო გიორგიმ და ამაყად გადახედა ხალხს, ჩემმა ჭკუამ ხომ აჯობა თქვენსასო. მაშინვე წამოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. 3 ხაფანგი მოამზადეს. ერთი საკათმესთან დაუდგეს მელას, მეორე გადამტრეული ღობის ძირში ჩამალეს, მესამე ტყისკენ მიმავალ ბილიკზე გადახიდეს. ნაკვალევი წაშალეს და დაწყებულ საქმეს ძირი დაულოცეს. ეფემიაბებია თავს ევლებოდა და პირზე ხელს იფარებდა, ეღიმებოდა. ერთი იმ გასატყიალებელის ჯავრია მომყარეს და დალიეთ, რამდენიც გინდათ იმდენი დალიეთ, კიდევ აგვაქვს. თევდორე პაპა ბავშვივით გახალისდა. სულ იმას ნატრობდა ერთი ჩემი ავთანდილი აქ იყოს, რომ თავისი თვალით ნახოს ეს ამბავიო და რადგან ავთანდილი აქ არ იყო, ცდილობდა ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა, რომ შემდეგ დაწვრილებით ეამბნა, როგორ ნახეს ერთ დილას საკათმის ძირი გამოთხრილი, როგორ განმეორდა ასე რამდენჯერმე, როგორ დაუგეს იმან და ჭანჭლე გიორგიმ ხაფანგები და ამას წინასწარ უმატებდა, როგორ წაადგა ხაფანგში გაბმულ მელაკუდას და როგორ ამოუნაყა ის წუპაკი ცხვირპირი. და აი კვლავ დაღამდა. მერე კვლავ გათენდა. არა ჯერ კარგად არ იყო გათენებული, რომ თევდორე პაპა ადგა, ტანთ ჩაიცვა, ყაბალახი მოიხვია, ხელში დიდი ჯოხი დაიჭირა და ხაფანგების დასახედად წავიდა. მიდის, ახლად მოსულ თოვლს მიჰკვალავს და გული უჩქროლავს. იქნება გაბმული მელია თუ არა. გულის ასაჩქარებელი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც ასე მიდის. მიდის და გული დაგდუк, დაგდუк, დაგდუк. მივიდა საკათმესთან. არაფერი არ ჩანს ისეთი. გადავიდა ბაღში, არც გადამტრეულ ღობესთან არის რამე. გაუყვა ტყისკენ მიმავალ ბილიკს. აქეთ-იქით გადმოწუდენილი ძეძვის ბუჩქები დაუბარდნია. სიჩუმეა, სიჩუმე. კვლავ თოვს. გაუყვა და შორიდან ხედავს კამკამა თოვლზე პატარა კუნძივით რაღაც გდია. მიუახლოვდა და ბიჭოს ის კუნძი შეტოკდა და აი გულისცემა აქ უნდა გენახათ. მელია იყო, თავისი გრძელი კუდით, წვეტიანი ცხვირით და აცქვეტილი ყურებით. ჯერ ასეთ აზრს დაადგა, უნდა გაუბრუნდე და ქვეყანა შევყარო. მაგრამ მერე ისევ ახლოს მისვლის სორულმა დასძლია. ჯოხი შეიმაღლა, მივიდა და თავს დაადგა. დრასტი, გამარჯობა. ხაფანგში მარჯვენა წინა ფეხით გაბმული მელია ხტოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა. თევდორე პაპას წყნარი ხმა რომ მოესმა, ახედა, დაირცხვინა და თავი ჩაღუნა. გაები? ახლა როგორ მოვრიგდეთ? შემომხედე, კაცო. მაგრამ მელიას არ შეუხედავს. მაშინ თევდორე პაპა თვითონ ჩაცუცკდა და თვალებში ჩააშტერდა. რატომ არაფერს არ ამბობ, კაცო? რა უყავი ჩვენი ქათმები? მელია ძიგძიგებდა. ერთი ჩემი ავთანდილი აქ უნდა იყოს, რომ რას იზამდა ავთანდილი აქ რომ იყოს? ჯოხს გამოართმევდა და თავს გაუხეთქავდა ამ საწყალ დატანჯულ შეშინებულ ცხოველს. ბიჭს ხომ ისე ძალიან უყვარდა მელიების, ტურების, დათვებისა და თვით ავიმგლების ამბებიც კი. არ იცოდა თევდორე პაპამ, რაც იზამდა მისი ავთანდილი. მუხლებმა ვეღარ გაუძლო. თოლში ჩაჯდა და ჯოხი ფეხებშუა ჩაიყუდა. შეჰყურებდა მელიას და ისევ ფიქრობდა. რას იზამდა ნეტავ მის ადგილას ავთანდილი? ანდა როგორ მოეწონება რომ მოამბობს მივედი და დრასტი ვუთხარი მერე ავიღე და კეტი დავუშვი თავშიო. რაღაც არ იყო კარგი, ლამაზი, ვაშკაცური ამ ამბავში და უცებ მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა. შენ ეგ ფეხის მომტრევაც გეყოფა სასჯელად. ქათმებს ვეღარ მიეკარები. ჯოხი დააგდო, ქურქი გაიხადა, ახალგაზრდული სიმართით გადააფარა მელიას, თვითონაც ზედ დააწვა, ხაფანგის რკალები გადასწია, მელიას მოლეწილი ფეხი ამოუგდო და ადგა. ქურქი თოვლზე გაცურდა და ფართხალი დაიწყო. მერმე მელიამ თავი დააღწია, გაძვრა ერთი მოიხედა და ახალი თოვლის კორი ანტელში დაიკარგა. თევდორე პაპა კი იდგა და იღიმებოდა. ერთდროულად რამდენიმე სურათს ხედავდა. ხედავდა ფეხმომტრეული მელიის ოჯახს, აფუთფუთებულ, აწკმუნტუნებულ ლეკვებს.
ხედავდა თავის ავთანდილს, მხიარულს, ბედნიერს, კმაყოფილს ამ ამბის ასეთი დასასრულით. ხედავდა ეფემიას, წუთით გამწყრელს, შემდეგ კი ისევ მალე გუნება მობრუნებულს. და ის თოვლის ფიფქები, ის ზევდიანი მთა, ის შეჭაღარავებული ტყე და ცაზე კვამლის საბელით ჩამოკიდებული სახლი ეჩვენებოდა უჩვეულოდ ლამაზად, უჩვეულოდ ბედნიერად და გრძნობდა, არასოდეს ისე არ სდომებია სიცოცხლე, როგორც ახლა, როცა ყველაფერი ეს თავისი საყვარელი შვილიშვილისთვის უნდა ეამბნა.